საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩვენებს არხის ყოფილი დირექტორი. გიორგი ბარათაშვილი ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. საინფორმაციო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გუშინ გადააყენეს. საბჭოს განცხადებით არხზე არსებული შიდა კონფლიქტის შესახებ საზოგადოებამ მიუღებელი ფორმით შეიტყო და ამ მიზეზის გათვალისწინებით საბჭომ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ პოსტზე დღეიდან კონკურსი გამოცხადდება. პირველ რიგში მე მადლობას გადავუხდი ყველა იმ თანამშრომლებს, რომელიც დღეს საღამოს იდგა ტელევიზიაში და აპროცესებდა იმ უსამართლობას, რომელიც მოხდა. ბორდის გადაწყვეტილება უსამართლოა. მე ხვალ დღის განმავლობაში ჩავატარებ პრესკონფერენციას და თუ რას ვაპირებ მე ამ პრესკონფერენციაზე ვიტყვი. რაღაცა უნდა გავიარო, იგივე იურისტები უნდა ვნახო. რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო ჩემთვის. მე ბორდთან მქონდა გასაუბრება და გადაწყვეტილებისთვის ჩემი გავიგე ესე ტელეფონით და ასე შემდეგ. ბორდს ჩემთვის არ უცნობია გადაწყვეტილების შესახებ. რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას, მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი. საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის ცდელობად იქნას ინტერპრეტირებული.